გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. 2050 წლისთვის შესაძლოა საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონზე ნაკლები იყოს. რატომ უარესდება ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობა? თვითონ ბავშვებიც ახავთ, ბევრი არის რომ ოჯახს ვერ აქმნის. მე მყავს 3 შვილი, მაგრამ არანაირი არაფრის შეღავათი არ აქვს. უმუშევრებისათვის ფულადი კომპენსაციის გაცემას ითხოვენ. რას ფიქრობს ხალხი პროფკავშირების ინიციატივაზე? მთავრობა უნდა უხდიდეს უმუშევრად დარჩენილ ხალხს კომპენსაციას აუცილებლად. გაჭირვებლებს უხსნიან და უმუშევრებს ვინმით. მაგაზე კარგი რა იქნება თუ კი კომპენსაციას გადაუხდიან უმუშევარ ხალხს განსაკუთრებით და ვინც მუშაობდა და იმასაც. ქურდობის ფაქტი ვაზის უბანში, სოფლის ცენტრში სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს. გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად ზამნილი მსოფლიოს და ბრძოლა დაავადების წინააღმდეგ. როგორ დავამარცხოთ ტუბერკულოზი? აუცილებლად მიმართონ ექიმს, თუ კი შეამჩნევენ რომ დიდხანს გრძელდება ტემპერატურა, დაღლილობა, ოფლიანობა. ტუბერკულოზი თუ ამოტყოფი იკურვალებს ნორმალურად, სრულად, შეიძლება ითქვას, რომ იკურნება. რა სადროდის გურჯაანში ინტელექტუალური თამაშის საგაზაფხულო სესია სრულდება? ფინალში გაიმარჯვებს ერთი გუნდი, ასევე გამოვლინდება მეორე, მესამე ადგილოსანი პრიზიორი გუნდები. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზაურობთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. 2050 წლისთვის შესაძლოა საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონზე ნაკლები იყოს. გაეროს კვლევას თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. დემოგრაფიულ პრობლემაზე საუბრობს სოფლის მოსახლეობა. მათი თქმით, ხშირად ოჯახები ერთზე მეტ შვილს აღარ აჩენენ. ამის მიზეზი კი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და გაჭირვება. ვერა იაშვილი განაგრძობს თემას. გაეროს პროგნოზით საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები თუ არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2.985.000 იქნება. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა და გაჭირვება დემოგრაფიული პრობლემის მთავარ მიზეზად სოფელში ხალხი სწორედ ამ პრობლემებს ასახელებს. თვითონ ბავშვებიც ახავთ, ბევრი არის რომ ოჯახს ვერ აქმნის ამ სიღარიბეს და სიძუხჭირის გამო. ესეც წინა მთავრობაც ეს მთავრობაც ყველანი დამნაშავენი არიან, იმიტომ რომ არ ფიქრობენ არც ახალგაზრდობაზე, არც მომავალზე, არც ერის გამრავლებაზე. მიზეზი არის იმიტომ რომ სამუშაო ადგილები არ არის, ხალხს არ აქვს სამუშაო, თავი შეინახოს, მეუღლე შეინახოს, შვილები შეინახოს. მიზეზი ეს არის უმუშევრობა, სხვა არა. დღეს ისე გაჭირდა ცხოვრება, ყველაფერი უკვე საყიდელი აქვს და ახალგაზრდებს მაინც არ აქვთ ის საშუალება, რომ შვილები გააჩინონ. თუ თავიანთი მშობლები არ აყავთ მოხუცებისიც. იმ მშობელს თავისი გასჭირებია და ამათ როგორ დაეხმარება და ყველა ეცდება, რომ შვილები აღარ იყოლოთ. მე მყავს 3 შვილი, მაგრამ არანაირი არაფრის შეღავათი არ მაქვს. არც დახმარება და არაფერი. ეს ჩემი ნებასურვილით არის ახლა ვიყოლიებ თუ არა, ჩემი სახსრებით არის ხა, ვინ უნდა იზრუნოს, ვინ იზრუნებს თუ არა, ჯერ ჩვენ და მე სახელმწიფოც რა თქმა უნდა კარგი იქნება რომ დაგვეხმაროს. დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სოფლებში გამოკითხული მოსახლეობის თქმით აუცილებელია ხელისუფლებამ პირველ რიგში სამუშაო ადგილების შექმნას და გაჭირვებული ოჯახების ეკონომიურად გაძლიერებაზე იზრუნოს. მდგომარეობა ისეთია რომ არაჩვენენ. არაყოფნის საჭველი, სასმელი გადასახადები ძალიან ბევრი გვაქვს. სამსახურები არ არის, უნდა შეიქმნას წეთი ისინი, რომ ხალხმა დაიწყოს მუშაობა. 2-ზე მეტი, აი იშვიათია რომ 3 ხავდეთ, იშვიათი. რის გამო არ იყოლიებენ? ალბათ გაჭირვების გულისთვის სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ჩვენზე, დიდებზეც, პატარებზეც ხალხსაც, რომ გაუმჯობესდეს ცხოვრება, რომ შეძლონ ბავშვების გაჩენაც, გაზრდაც და ყველაფერი. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ხელისუფლებას ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებს თავაზობს. მათ შორის საუბარია მოქმედი სახელმწიფო პროგრამის გაუმჯობესებაზე, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, ჯანდაცვის კუთხით მეტი გარანტიების შექმნაზე და სხვა. ამ პროცესებში კი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობაც. მანამდე კი გურჯაანის გამგეობა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს 2 პროგრამას თავაზობს. გურჯაანში რეგისტრირებული ახალშობილი იღებს ერთჯერადად 300 ლარს. კახეთის რეგიონში ამ ხდა თანხას ასეთი მუნიციპალიტეტი არ უხდის.
ხო, ამასთან ერთად გვაქვს ძალიან საინტერესო პროგრამა მრავალშვილიანი ოჯახების. იგულისხმება 4 და მეტი არასრულწლოვანი თუ არის ოჯახში ერთდროულად. ხო და თვითონ მეოთხეზე და მომდევნო ბავშვზე 100 ლარი. გასაგებია რომ ეს ყველა ეს ღონისძიება მაინც არ არის საკმარისი, იმიტომ რომ სტატისტიკა არის საკმაოდ სერიოზულად უარყოფითი მაინც. 2002 წელს საქართველოს მოსახლეობა 4.370.000 აჭარბებდა. 2014 წლისთვის კი ეს რიცხვი 15%-ით შემცირდა. თუ ქვეყანაში დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, გაეროს პროგნოზი გამართლდება და ქვეყნის მოსახლეობა 3 მილიონიც აღარ იქნება. საქართველოში უმუშევრებისათვის დახმარებას ითხოვენ. ამ ინიციატივით პროფესიული კავშირების გაერთიანება გამოდის, მათ უმუშევარი მოქალაქეებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის თხოვნით მთავრობას უკვე მიმართეს. პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროპის ქვეყნების გამოცდილება უნდა გაიზიაროს და მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ბიუჯეტში თანხა შეჰქონდათ, უმუშევრად დარჩენის შემთხვევაში გარკვეული დროის განმავლობაში კომპენსაცია მისცეს. უნდა ეხმარებოდეს თუ არა მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს, რესპონდენტების აზრი გურჯაანში დღეს გიორგი ბაღანაშვილმა გამოიკითხა. ჩემი აზრით, მთავრობა უნდა უხდიდეს უმუშევრად დარჩენილ ხალხს კომპენსაციას აუცილებლად. აი ყოველ შემთხვევაში 1-6 თვის განმავლობაში მაინც. მთავრობამ გადაუხადოს უმუშევრად დარჩენილ ადამიანს, ეგ არის. ეს აუცილებელიც არის. ნორმალურ ქვეყნებში მონიასია რა. სანამ დასაქმდება ალბათ, ან თუ ვერ დასაქმდება, უნდა სულ უხადონ, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. მაგაზე კარგი რა იქნება თუ კი კომპენსაციას გადაუხდიან უმუშევარ ხალხს განსაკუთრებით და ვინც მუშაობდა და იმასაც. რა ვიცი, ნახოთ რა სიზავენ თვითონ თავიანთი გადასაწყვეტია. კანონსაც მიიღებენ პარლამენტში. უნდა გქონდეთ რაღაც ისეთი ის რომ რაღაც დახმარება მიიღონ ამ უმუშევარ ხალხმა რა ქნა. მთელი ქვეყანა უმუშევარი არის. გაჭირვებლებს უხსნიან და უმუშევრებს ვინ მით. უნდა მისცეს მთავრობა. კომპენსაცია აუცილებელია. აბა უმუშევარ დარჩენილ ადამიანმა როგორ უნდა ისაზრდოს, თვითონ დაეჩინოს თავი. ქურდობის ფაქტი ვაზის უბანში, სოფლის ცენტრში ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის წინ განთავსებული სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს. შემთხვევა სავარაუდოდ უხელ გვიან ღამით მოხდა. წაღებული თანხის ოდენობა ჯერ უცნობია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ვაზის უბანში ამბობენ, რომ სოფელში ქურდობის ფაქტები გახშირდა. ეს აპარატი იყო გატეხილი იმის ჩასარიცხი აპარატი, რა ვიცი, არის ტექნოლოგიის საუთრავი. დილით რომ გააღეთ მაღაზია, გატეხილი და თანხა რამდენი დაიკარგა? ეგ თვითონ იმათ იციან, ჩვენ არა ვხედავთ, ჩვენ არა ვკეთებთ, ეგ თვითონ ეხსნიან, თვითონ აკეთებენ. გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად ამ სლოგანით აღინიშნება წელს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე. იმის მიუხედავად, რომ დაავადება იკურნება და დაავადებულთა რიცხვიც ყოველწლიურად მცირდება, ტუბერკულოზი მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოშიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ წამყვან პრობლემას წარმოადგენს. რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას და რა ხელშეწყობა აქვს პაციენტებს, სახელმწიფოსაგან ეთერ თეთრაძე განაგრძობს თემას. ბოლო 2 წელია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის შემთხვევები მცირდება. წელს პირველ სამთოში რაიონში დაავადების მხოლოდ 6 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 ერთეულით ნაკლებია. ბოლო 15 წელია კლების ტენდენციაა საქართველოს მასშტაბითაც. სტატისტიკა ტუბერკულოზთან დაკავშირებით ასეთია. მიმდინარე წელს პირველ კვარტალში თითქმის დამთავრდა, მარტის თვე მთავრდება. 7 შემთხვევა დაფიქსირებული, მაგრამ ჩვენს რაიონში არის 6 შემთხვევა. 2000 წლიდან ნელ-ნელა მცირდება ტუბერკულოზი, იმიტომ რომ 2015 წელს თუ ქონდა 32 შემთხვევა გურჯაანის რაიონში, 2016 წლისთვის ეს 30-მდე შემცირდა და ვიმედოვნებთ, რომ წელს უფრო შემცირდება, რაც განპირობებულია იმით, რომ შემოვიდა გამოკლების ახალი მეთოდები. იმის მიუხედავად, რომ სტატისტიკა საგანგაშო არ არის, დაავადება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ისევ წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ წამყვან პრობლემას. ამჟამად გურჯაანის ტუბდისპანსერში 17 პაციენტი მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით ტუბერკულოზის 2 ფორმა არსებობს: რეზისტენტური და სენსიტიური. ორივე მათგანი განკურნებადია და პაციენტები საჭირო მედიკამენტებს სახელმწიფოსგან უფასოდ იღებენ. ტუბერკულოზი მკურნალობა ავადმყოფებისთვის არის უფასო. პირიქით რეზისტენტული ავადმყოფები მკურნალობის პროცესში ღებულობენ გზის ხარჯს და აგრეთვე ინსენტივებს, ესეთი წამახარისებელი დახმარება მატერიალური. ტუბერკულოზი თუ ავადმყოფი იკურნალებს ნორმალურად, სრულად, შეიძლება ითქვას, რომ იკურნება და თუ
დაარღვევს რეჟიმს, რეგულარულად არ მიიღებს პრეპარატებს, მაშინ შედეგი არასახარბიელო არის. Through droplets of saliva. ტუბერკულოზის საშიში დაავადებაა ის ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. დაავადების სიმპტომებია ხველა, ტემპერატურის მატება და საერთო სისუსტე. მედიკოსები პაციენტებს ურჩევენ, რომ ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმს დროულად მიმართონ. მოსახლეობას მოუწოდო, რომ აუცილებლად მიმართონ ექიმს, თუ კი შეამჩნევენ, რომ დიდხანს გრძელდება ტემპერატურა, დაღლილობა, ოფლიანობა, ხველა, რაც მთავარია, აუცილებლად მიაკითხონ ექიმს და გამოიკვლიონ ტუბერკულოზზე თავიანთი ორგანიზმი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ოფიციალური მონაცემებით 2015 წელს ტუბერკულოზით მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა, რაც შეეხება საქართველოს 2016 წელს ტუბერკულოზის 2454 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად მსოფლიო დღე წელს ამ სლოგანით აღინიშნება. ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა პროვაინ 2017 გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში. ღონისძიებაში მონაწილეობა ქართული ღვინის მწარმოებელმა 23 კომპანიამ მიიღო, რომელსაც მხარს ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია ქართული ღვინო უჭერდა. პროვაინ 2017-ის მონაწილეებს საშუალება ეძლევა წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და მოიძიონ ახალი იმპორტიორები. გამოფენაზე 14 დასახელების ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო შესაძლებელი. წელს 23 კომპანია არის წარმოდგენილი ქართულ სტენდზე. ამდენი კომპანია არც ერთხელ არ ყოლია ჯერ დუსელდორფში და ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობით იქნება საქართველოს სტენდი. განსაკუთრებული ინტერესის ზრდა არის აგრეთვე ისიც, რომ ქვევრის ტექნოლოგიისადმი მსოფლიოში გაიზარდა ინტერესი. პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს წარმოებლები, ღვინის და სპირტიანი სასმელების და ასევე იმპორტიორები და დისტრიბუტორები თავს ეყრდნიან და ძალიან კარგი საშუალებაა, რომ წარადგინო შენი თავი, შენი კომპანია, შენი პროდუქტი. აქედან მრავალი ჩვენი არსებული პარტნიორი გავიცანით პროვაინზე, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა არის. ზოგადად მთლიანად მსოფლიო მეღვინეობისთვის და რა თქმა უნდა ქართული მეღვინეობისთვის. 2000 წლიდან ჩვენი მე-17 ვიზიტია გერმანიაში დუსელდორფში. ეს გახავთ მსოფლიოს ყველაზე დიდი ღვინის გამოფენა და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასათვის. პირველ რიგში იმით, რომ მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია ქართული ღვინო და ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დააგემონოს და თვითონ ღვინის კომპანიებსაც აქვს შესაძლებლობა შექმნან იმპორტიორებს, მოიძიონ ახალი პარტნიორები და შესაბამისად უკეთესად წარდგნენ მსოფლიო ბაზარს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა თელავში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანსაც სტატისტიკური მონაცემების მომხმარებლისთვის არსებული და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. სტატისტიკური მონაცემების გამოყენება ადგილობრივ მმართველობას და ბიზნესის წარმომადგენლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. შეხვედრას თვითმმართველობის, ბიზნესის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვა რეგიონებშიც განახორციელებს. ჩვენ გვინდა მომხმარებელს და რეგიონის წარმომადგენლებს გავაცნოთ სტატისტიკური ინფორმაციის შესახებ ინფორმაცია, მეთოდოლოგია, ის სიახლეები, რომელსაც გეგმავს სამსახური. ჩვენი ინფორმაციის მომხმარებელს გაუზიაროთ თუ რა ინფორმაციას აწარმოებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, როგორ შეუძლიათ მათ ეს გამოიყენონ და თქვათ იგივე თავისი სამომავლო გეგმები დაგეგმონ ამ ინფორმაციის საფუძველზე. სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით. ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენ თანამშრომლობ სტატისტიკასთან, ჩვენ ვაწვით ყოველთვიურ ინფორმაციებს ჩვენი მხრიდან და ჩვენს თუ რამე გვაინტერესებს აბსოლუტურად ვგებულობთ მათთან. ეს ზოგადად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვისაც. ინტელექტუალური თამაში რასად როდის გურჯაანში დღეს საგაზაფხულო სეზონის მეოთხე ტური გაიმართა. მაშინ მონაწილეობას გურჯაანის 18 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ. ფინალში ერთმანეთს საუკეთესო ქულების მქონე 6 გუნდი შეეჯიბრება. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან დიპლომები, ფასიანი საჩუქრები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს ბროლის ბუგა დაეცემა. ფინალი შემდეგ კვირას გაიმართება.
ფინალში გაიმარჯვებს ერთი გუნდი, ასევე გამოვლინდება მეორე, მესამე ადგილოსანი პრიზიორი გუნდები, ასევე საუკეთესო მოაზროვნეები და გადაეცემათ სამახსოვრო ჯილდოები, სიგელები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს ბროლის ბუ. სანამ დედა ცოცხალია გაუფრთხილდით დედებს ამ სახელწოდებით გურჯაანის კულტურის ცენტრში საესტრადო ანსამბლ იმედის აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საღამო ქალბატონებს და დედებს ეძღვნებოდა. დღევანდელი საღამო იყო ესეთი სახელწოდებით, სანამ დედა ცოცხალია, გაუფრთხილდით დედებს. დღევანდელი საღამო ეძღვნებოდა დედებს. საღამოზე შესრულდა საესტრადო სიმღერები, ჩანახატები და ასევე ფოლკლორული ნომრები. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. მამა მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია მამა მიქაელმა ინტერპრეს ნიუს დაუდასტურა. დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა თებერვალში პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოტკოველმა აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც პატრიარქის მდივანი სიცრუეში დაადანაშაულა. ბელგიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში ანალიტიკურ ინსტიტუტს ევროპის პოლიტიკის ცენტრს ეწვია და მგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი მღებრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები გააცნო და ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამა. საკუთრებული პრიორიტეტი ახლა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, რომელიც პარლამენტში ჩვენი მოკავშირეების ამზადებთ ევროპის პარლამენტში. ძალიან ეფექტურად თანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონალური სამთავროების დავანახეთ ამბობლები ვართ მოცინავე და ასევე ვანახეთ ჩვენს კოლეგებს პრეცედენტო ასე ვთქვათ ფაქტები იყო ჩვენთან იმისა, რომ ევროპაში ჩადენილი დანაშაულისთვის დავაკავეთ და პასუხისგებაში მივეცით ადამიანები და ეს იყო სიგნალი გაგზავნილი კრიმინალური სამყაროსთვის, რომ საქართველო ვერ იქნება თავშესაფარი ვერც ერთი კრიმინალისტვის. სასამართლო მეკა მიშველაძის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნოდა ტელეკომპანიას მისთვის 30,000 ლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მან სასამართლოში გაასაჩივრა. მიშველაძის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იცავდნენ. აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაევლიან. 11 უკრაინელი დაშავებული სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა და რეაბილიტაციის კურსის გასავლელად წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში 6 აპრილის ჩათვლით დარჩება. სამხედროების უმრავლესობა ტყვედ ნამყოფია, ნაწილი კი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა. უკრაინელი სამხედროები სრულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციის კურსს გაივლიან მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო სარეაბილიტაციო სამსახურში და ასევე მათ ექნება საშუალება გაიცნონ ქართველი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები. უკრაინელები და ქართველები ძალიან ახლო მეგობრები არიან. ჩვენ ძმები ვართ. ჩვენმა ბიჭებმა, რომლებმაც აქ უკვე გაიარეს სარეაბილიტაციო კურსი და სამშობლოში ჯანმრთელები დაბრუნდნენ, წყობში ჩადგნენ, იციან რომ აქ მათი ძმები ცხოვრობენ. ძალიან მადლიერები ვართ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ ამ სარეაბილიტაციო კურსით ისარგებლონ ჩვენმა სამხედროებმა. თქვენ იცით, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. თითქმის ყოველ დღე ჩვენ მსხვერპლი გვაქვს. ამიტომ ვცდილობთ გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ხარი დავუჭიროთ ჩვენს მებრძოლებს. შესაბამისად, თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში. უკრაინიდან სპეციალურად სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად
შესაძლებლად ოჯახებთან ერთად ჩამოვედით. ჩვენ ყველას საბრძოლო გამოცდილება გვაქვს. უმრავლესობა ტყვედაა ნამყოფი. ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. მოემსახურებიან კვალიფიცირებული ექიმები, რეაბილიტოლოგები, ექნებათ დატვირთული გრაფიკი, ექნებათ კულტურული ღონისძიებები, აგრეთვე ექსკურსიები და მე მგონი რომ ძალიან ყოფილები წავლენ ჩვენი რეაბილიტაციის სამსახურიდან. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ოფიციალური მოსკოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის დენის ვორონენკოვის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების ყველაზე საუბარს აბსურდულს უწოდებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. მისი თქმით, მომხდარი იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინულმა მხარემ ვერ შეძლო ვორონენკოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი გუშინ კიევის ცენტრში მოკლეს, ის უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. ლონდონში უესტმინსტერის ხიდსა და პარლამენტთან განხორციელებული ტერაქტის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ის 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც კენტის საგრაფოში დაიბადა და ბოლო პერიოდში ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობდა. მასუდი ამ დრომდე ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა, თუმცა წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლები იარაღის უკანონო ტარებისა და ძალადობრივი აქტების ჩადენის გამო. პოლიციამ მისი სახელი და გვარი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც All News-მა და ზოოკლუბმა გაავრცელა. სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშია ავსტრალიური ობობას შხამის შესაძლოა ინსულტით გამოწვეული ტვინის დაზიანების მკურნალობის გასაღები გახდეს. შესაბამისი ცდა ლაბორატორიულ ვირთხებზე ჩატარდა. კუინზლენდისა და მონაშას უნივერსიტეტის მკვლევარებმა ცდისთვის 3 ავსტრალიური ობობა გამოიყენეს, რომელთა შხამსაც ადამიანის მოკლა 15 წუთში შეუძლია. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა ცილამ ინსულტის შემდეგ დაზიანებული ბლოკირება მოახდინა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, შესაძლებელია თუ არა ინjekციის ადამიანებზე გამოყენება. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გიგანტური ქათმის ვიდეო გავრცელდა. ვიდეო კოსოვოში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა, რომლის პოსტიდან ასევე ირკვევა, რომ ამ ჯიშს ბრაჰმა ჰქვია. ქათმის წონა 4-დან 8 კილოს აღწევს, ჯიში ევროპაში დაახლოებით 1800 წელს გააჩნდა, თუმცა ახლა ის გადაშენების პირასაა. ეს ჯიში ძალიან ნაზია, ამიტომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. მოსკოვში Mercedes-Benz Fashion Week-ზე კეთათოფურიამ ბრენდ Keti Oanis 2017 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექცია წარადგინა. თოფურიას ჩვენებას რუსული ესტრადის ვარსკვლავები ესწრებოდნენ, მომღერალმა ტანსაცმლის ბრენდი 2015 წელს ჩამოაყალიბა და ბავშვის გაჩენის შემდეგ საბავშვო ტანსაცმლის ხაზზეც დაიწყო მუშაობა. ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების ჩემპიონია. ხეცურიანმა არაპირაში მოპოვებული ბრინჯაოს ოქროც მიამატა. ქართველმა პარასპორტსმენმა ფინალში გერმანელ ტაუბერს გამანადგურებელი ანგარიში 15-4 მოუგო. ეს ირმა ხეცურიანის მეხუთე ოქროა კარიერაში. რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ნინი თიბილაშვილიც. ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების მეორე სარეიტინგო ეტაპს ქალაქმა პიზამ უმასპინძლა. ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ.
ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილის 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა. ნახვამდის.